შეიძლება გამოხმაუროთ ერთი-ორი სიტყვით ჩვენი გადაცემა. გითხარი? დიდი რეზონანსი მოყვა გამოხმაურება საზოგადოების რომ რატომღაც ჩათვალეს რომ ჩვენ ქალთა უფლებებს არ ვღოთ. ანუ გუშინზე გავიდა გადაცემაში არ გვინახავთ რა? არ გვინახავთ. ამო, იქით გაკეთე. მოგეთ არაფერი ჯგუფი ბანი ყავდნენ სტუმრად და პეტრე რაჭუ სიმღერაზე სიმღერა შეასრულეს და ამ სიმღერაზე ორი მსახიობი გოგო იყო, რომელზეც ამ ჯგუფი ბანის წევრი, ერთ-ერთი დრამერი უკრავდა საჯდომს, ესე რო თქვა, რა ხო ეს რა თქმა უნდა, ისე ხუმრობით იყო და არა მიზანი მართულად რომ ხო არა, ესე თუ უკრავ ლოკებზე და ესე თუ უკრავ, აი დაკოზეს დაკვრა რა მოხდა, უბრალოდ გიპზე არ გინახავ და კალა რო იცი, ხო შეულებრივი. ანუ ამით ისიც მინდა იცი რომ მართლა მინდა ტელემაყურებელს მიმართო და იმ ადამიანებს რომლებმაც ესე იგი ბევრმა კარგის დაწერა, ბევრმა ცუდის დაწერა. კავშირი არ გულისხმობ, იცი რომ არა აგრესიული ხო და ბევრი პირდაპირ აგრესიულად რაღაც პოსტებს დებენ. იმ ადამიანებს, არ ვიცი, ქალები, შვილები, დედები, მოხუცები, კაცები, ტელევიზიონშიკები არ იყვნენ ნაკლებად სხვა უფრო არ ვიცი, საიდანღაც აღებული ეს ადამიანები ძალიან განიცდიდნენ რომ ჩვენ თითქოს ქალთა უფლებებს ხელავთ. არტილად, ვისაც ეს გეწყინათ, მე როგორც პოლიტიკოსი პირადად ბოდიში. ვისაც ვინც ეს საწყენად მიიღეთ, მაგრამ საჯდომზე მიიღეთ. ხო, ვინც საკუთარ საჯდომზე მიიღეთ, მე არ მესმის ეხა. როგორ შეიძლება ეს ვინმეს წენოდა, არც ქართველობაში არაფერ შუაში არ არის. არ გიფიქრი, არც თუ არის. არავითარ შემთხვევაში რო გდომოდა, მე მგონი ესე ვერ გავაკეთებდით, მაგრამ ახლა ეს იყო ზუსტად, ნუ ცოტათი აქაც ვიხუმრეთ, როგორც იქ ვიხუმრეთ, რომ საჯდომზე დაკვრათ, ხო ქალებს პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე გთხოვთ რომ ამას რაღაც ჩარჩოში ნუ ჩასვათ, რაღაც პოლიტიკურს ნუ მიაწებეთ. ეგ აუცილებლად კიდე რა, შეიძლება თქვათ რომ აი ქალების უფლებები დაიღო, შეიძლება თქვათ, რომ ვიღაცა თქვათ, მაგრამ აი იმიტომ რომ პოლიტიკური რაღაცა როგორ შეიძლება საჯდომზე დააკვირას კიდე პოლიტიკური შეფასებაც მოყვა. ხო, იცი როგორ არ ვიცი ხა. მე მგონი არაფერი არ მოხდა საქართველოში, რასაც არ მოერგება პოლიტიკური საჭიროება. კადრ 19 რაც დავიწყეთ იმით მე ვამბობ რომ პოლიტიკა ჩვენთან არაფერ შუაში არ არის, არ გვაინტერესებს. ხო, ძალიან კარგი. ძალიან კარგი და აი როგორ შეიძლება ამის ყველაფრის პოლიტიკურად გამოყენება. არა, რა არის, იცი აქ იმასაც ვიტყვი რომ არის YouTube-ზე ვიდეოები, სადაც ფანტასტიკურ რაღაც მელოდიას აწყობს ადამიანი ესე დუდუებს, სახელი არ ჩანს როგორ თან რა მნიშვნელობა აქვს საჯდომია. ვიღაცა ხო გეუბნები ხელზე უკრავს, ვიღაცა გულში ღიღინებს, ვიღაცა ზუზუებს აჩვენებს. ყველა კანია. ვიღაცა ზუზუებს აჩვენებს, ვიღაცა სერიალში ცოლს აგინებს, ან ვიღაც შვილებს ეჭყუება. თუმცა Facebook-ი არის აჭრელებული მართლა. ხო, აჭრელებული არის იმ კონკრეტული მომენტით. იმ კონკრეტული მომენტით. იმ კონკრეტული მომენტით და აქედან გამომდინარე ამიტომ ხსნით, თორე საერთოდ არ ახსნით. ზოგადად ასე ხდება დაწყენებს, როგორც შენ აღნიშნე, ბოდიში მოვუხადოთ, მაგრამ მე პირადად ვხვდი, იმიტომ რომ რა ეცკინათ მაგას ვერ ხვდები, იმიტომ რომ შეურაცხყოფ არავის არ მიგვიყენები, არ შეგვიგინები, ეგ არ იყო ძალადობა, რომ ვინმე გაკოჭილი ყოფილიყო და ვინმე უთხავდეს, თავისნებით სახელი. მოგები დებითად ვისით. დებითად გიორგი სად არის? ახლა მე გიორგი უნდა მოვიკითხო, რომ გიორგი მე ეხლავე მოვალ. კარგი. და მოხვალ. შენ ჭამე ცეცხლი. საჭმელად არ მიდის. შეიძლება. ძალიან კარგი. აქვე ვისარგებლებ შეხვდებით და ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცა თქვენი ნეგატიური ხასიათით, არ ვიცი, კომენტარები დაწერეთ ჯგუფი ბანის მიმართ, ეს ბიჭები არაფერ შუაში არ არიან. ჩვენთან მოვიდნენ უბრალოდ გასართობად, ვიმხიარულეთ და ეს ერთი როგორც ყველა სტუმარს რა, მაგალითად, ანუ იდეა რა იყო, ფორმატია ესეთი. იდეა რა იყო, რომ დრამერს შევეკითხეთ, რომ რამდენ ინსტრუმენტზე აი მოვიდნენ ჩვენი სტუმრები. არაჩვეულებრივი სტუმრები შემოგვიერთდნენ. და სანამ სტუმრები მოვიდნენ, მანამდე ვიტყვი რომ უთხარით ესეთ ექსპერიმენტს მოგიწევთ, თუ გაგიძლებს გული ისეთ რაღაცაზე უნდა დაუკრატკო და კიო გამიზრდეთ მაგალითად.